შენი აზრით, რამდენი ეპიზოდი უნდა ჰქონდეს ჩაწერილი პოდკასტერს იმისთვის, რომ სოფლიო მასშტაბით პოდკასტერების 1% შევიდეს? რამდენიმე წამს მოგცემ იმისთვის, რომ შენი ვერსიები ჩამოთვალო? რამდენს ფიქრობ, აბა? მოდი სწორ პასუხს გეტყვი. არც 100, არც 200, არც 50, 21 ეპიზოდი არის საკმარისი იმისთვის, რომ სოფლიო პოდკასტერების ტოპ 1%-ში შეხვდეთ. იცი რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ თავიდან ადამიანები ისევე როგორც ყველა ახალ წამოწყებას პოდკასტსაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით და მოტივაციით იწყებენ, მაგრამ პროცესში ის რუტინული სამუშაოები ბეზრდებათ, ან რაღაც დემოტივაცია ემართებათ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვერ ვიღებთ ხოლმე შედეგს და ის ჩადებული ძალისხმევა იმდენ ეფექტს უკან არ იძლევა და ეს რა თქმა უნდა ჩვენზე, ამ შემთხვევაში ჩემზე როგორც პოდკასტერზე, რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ჩემს თავს ვაიძულებ, რომ მინიმუმ 21 ეპიზოდამდე მივიდე და თუ არ გაქვს გამოწერილი ჩემი არხი YouTube-ზე, ანის ანაია DR podcast-ს ნახე და ძალიან გამიხარდება თუ ჩემს ეპიზოდებს გადახედავ, თუ შენთვის საინტერესო და ღირებულ ინფორმაციას მიიღებ და ასევე შენს უკავშირს გამიზიარებ და ჩემსთან ერთად პოდკასტის ღირებულებაც ძალიან გაიზრდება და ამას შენი წვლილიც ვფიქრობ, რომ დიდი იქნება. მადლობა.